სამი რამ, რაც უნდა იცოდეს, სანამ კოუჩთან მიხვალ. პირველი ალბათ ის, რომ არანაირი მომზადება კოუჩთან მისვლისთვის საჭირო არ არის. პირველ ვიზიტს და ამ ურთიერთობის დაწყებას ახლავს ხოლმე შფოთვა კლიენტების მხრიდან და ზოგჯერ გაურბიან კიდეც ამ პროცესს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ არაფერი საშიში არ არის. ყველაზე მთავარი, რაც ამ ურთიერთობას ახასიათებს, არის ის, რომ ეს არის სრულიად უსაფრთხო გარემო, ფსიქოლოგიურად სრულიად უსაფრთხო გარემო კლიენტისთვის. იქ უნდა იგრძნოს თავი, იქ იგრძნობს თავს თავისუფლად, დაცულად და ყველანაირი პირობა ექნება იმისთვის, რომ გაიხსნას და გულწრფელი იყოს. ამიტომ პირველი, რასაც ურჩევდი, არის ის, რომ არანაირი მომზადება ამისთვის არ არის საჭირო. მეორე ის, რომ სასურველია კოუჩთან კონდეს პიროვნული თავსებადობა. შესწავლილი ყავდეს ვისთან მიდის, იმიტომ რომ აი ამ სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ეს ადამიანური ფაქტორები მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ გაცნობითი შეხვედრა მოითხოვოთ მასთან, ან მოიძიოთ მისი სოციალური ქსელები, ვიდეოები, ჩანაწერები, ტელეფონზე დაუკავშირდეთ იმისთვის, რომ იგრძნოთ, რომ ეს ნამდვილად არის პიროვნულად თქვენთან თავსებადი ადამიანი და თავს იგრძნობ კომფორტულად მასთან ღრმა და გულწრფელი საუბრებისას. და მესამე რამ, რაც უნდა იცოდე, სანამ კოუჩთან მიხვალ, ვიტყოდი არის ის, რომ კოუჩი ვერ დაგეხმარება, თუ შენ არ ხარ მზად აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ შედეგებზე. ის, რომ კოუჩი შენს ნაცვლად არაფერს არ გააკეთებს, მოქმედება შენ მოგიწევს, მიზნების განხორციელება შენ მოგიწევს და ის, რომ ცვლილებები გარდაუვალია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დევიზი კოუჩინგის. წარმოუდგენელია, რომ ცვლილება არ დადგეს. ამიტომ პირველ რიგში მზაობა არის ხოლმე საჭირო ცვლილებისთვის და დანარჩენს პროცესი მოიტანს თავისთავად.